რა არის სოციალური მსახურება და რატომ არის მნიშვნელოვანი? დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია თითოეულ ადამიანს სხვების ცხოვრებაში სინათლის შეტანა. დღეს ჩვენთან სტუმრად ყავს მარიამ ჭრიკიშვილი. მარიამ, გამარჯობა. გამარჯობა. გვაინტერესებს და ალბათ ყველასაც აინტერესებს, თუ რა საქმიანობ და რითი ხარ დაკავებული? ჩემი, ასე ვთქვათ, პროფესია გახლავთ ვარ საჯარო მოხელე. თუმცა ამ ეტაპზე ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში. ერთი შეხედვით ორი სხვადასხვა სფეროა, თუმცა თავიდანვე სანამ ამ პროფესიაზე ჩავაბარებდი, ჩემი მიზანი იყო ყოფილიყავი ხალხის სამსახურში. რაღაც გამეკეთებინა იმისათვის, რათა ხალხის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვლილიყო. მაგარი. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურში ახლა არ ვმუშაობ, ვფიქრობ, რომ ეს მიზანი სწორად შევასრულე ამ ეტაპისთვის, რადგანაც მუშაობ ადვენტისტური დახმარებისა და განვითარების სააგენტო ADRA-ში. და როგორც იცით, ეს ორგანიზაცია ემსახურება მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს და სწორედ ჩემი საქმიანობაც ამ ყველაფერს მოიცავს, ასე ვთქვათ, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების დონის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ამიტომ, ასე ვთქვათ, როგორც თავიდან ვთქვი, ჩემი მიზანი ნაწილობრივ შესრულებულია. რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური მიმართულება? როგორ ფიქრობ? ვფიქრობ, რომ სოციალური მიმართულება საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველ რიგში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი არის ის, რომ ქრისტე იყო სწორედ დამფუძნებელი, ასე ვთქვათ, სოციალური მსახურების. ჩვენ ვკითხულობთ, რომ ქრისტე ეხმარებოდა ყველაზე, ასე ვთქვათ, მოწყვლად ხალხს და მათ ეხმარებოდა, ვისაც რეალურად დახმარება ნამდვილად ესაჭიროებოდა და სწორედ ეს ხალხი იყო ქრისტესთვის პრიორიტეტი, რომ დახმარებოდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს მიზეზი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომ არის ეს მსახურება მნიშვნელოვანი და მეორე, ასე ვთქვათ, ასევე საჭირო მნიშვნელოვანი მიზეზი გახლავთ ის, რომ როდესაც ხედავ შენი სოციალური მსახურების შედეგს, ვთქვათ, თუნდაც ერთი ადამიანის გაუმჯობესებულ ცხოვრებას, აი ეს შედეგი უკვე საკმაოდ ის არის მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი. შეიძლება ითქვას, რომ მოტივაციის მომცემი. თითოეულ ადამიანის ცხოვრებაში უნდა იყოს ეს ერთ-ერთ პირველ ადგილას შეიძლება ითქვას. აუცილებლად, იმიტომ რომ როდესაც მე ვფიქრობ, ჩემთვის პირადად ასე არის. როდესაც ჩემი საქმიანობით ვხედავ, რომ ადამიანებს ვეხმარები და მათი ცხოვრება ცოტათი მაინც უკეთესობისკენ იცვლება, ეს ცვლის ასევე ჩემს ცხოვრებასაც, არა მარტო მათს, ასევე ჩემს ცხოვრებასაც, იმიტომ რომ თითქოს უფრო საჭიროებას და მნიშვნელობას ძენს, თუ აი საერთოდ რატო არსებობ ამ ქვეყანაზე, აი რა არის იმის მიზეზი, რომ შენ თუნდაც თქვათ ღმერთი გაძლევს კიდე ერთი დღის სიცოცხლეს. რატო? ეს შესაძლოა იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ ზოგადად რატომ ვარსებობთ. საინტერესოა. ალბათ ისიც საინტერესო იქნება, თუ როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებაში და რაიმე რაღაც გამოცდილება, რომელიც შეგიძლია გაგვიზიარო. ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, გამოცდილება, კარგი გამოცდილება, რომელიც მახსენდება, იყო ამ ბოლო დროს, როდესაც ჩვენი პროექტი სანამ დასრულდებოდა, ჩვენი პროექტის ადგილას, ასე ვთქვათ, იმ ცენტრში, რომელიც უნდა გახსნილიყო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. სანამ გავხსნიდით, იქვე მოვიდა მშობელი, რომლის შვილსაც უნდა ესარგებლა ამ ცენტრით. და ამ მშობელმა ისეთი სიტყვები გვითხრა, რომ, ასე ვთქვათ, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი და მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სამსახური და მსახურება. თქვა, რომ აქამდე მისი შვილი ვერ იღებდა შესაბამის მომსახურებას და სერვისს, რომელსაც ის საჭიროებდა და ამის გამო ბავშვი მთელი ამ წლების განმავლობაში ყავდათ სახლში და ვერანაირ აქტივობებით ვერ აკავებდნენ და ასე შემდეგ. და ამ ცენტრის გახსნის შემდეგ, როგორც იქნა, ამ ბავშვს ექნებოდა შესაძლებლობა, რომ
თუნდაც სხვა ბავშვებთან ქონდა კომუნიკაცია, მიეღო ის ფსიქოლოგიური თუ სხვა საჭირო სერვისები, რაც მისთვის არის საჭირო და ეს არ მხოლოდ ერთი ბავშვის მაგალითი, არამედ უამრავი ბავშვის მაგალითი მოგვიყვა ამ მშობელმა და ეს იყო ერთ-ერთი ჩემთვის შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი გამოცდილება. გქონია თუ არა სირთულეები და როგორი სირთულეები იყო ეს? სამწუხაროდ, როგორც ყველა საქმეს და ცხოვრება სირთულეების გარეშე ალბათ წარმოუდგენელია. ჩვენს პროფესიაშიც და საქმიანობაშიც საკმაოდ ბევრი სირთულე გქონია და ერთ-ერთი, რომელიც ახლა მახსენდება ყველაზე მძაფრად, არის ის, რომ ჩვენი პროექტები, ჩვენი საქმიანობა, ჩვენი ორგანიზაცია მთლიანად 100%-ით არის დამოკიდებული დონორებზე, დონორ ორგანიზაციებზე, ანუ სხვებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ბევრ საჭიროებას ვხედავთ ჩვენი თვალითაც კი, ძალიან ბევრ ადგილას ვხედავთ საჭიროებას, ბევრ ადამიანს ვხედავთ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება, ბევრ ორგანიზაციას ვხედავთ, ვისაც სჭირდება ჩვენი დახმარება, თუმცა ზოგ შემთხვევაში არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, რადგან ჩვენც დამოკიდებული ვართ დონორზე. და რამდენჯერმე გქონია ისეთი შემთხვევა, რომ ვთქვათ, ვხედავთ საჭიროებას, არის ვთქვათ ზოგიერთი რეგიონი, სადაც საერთოდ არ არსებობს ესეთი ცენტრი, როგორც წეღან ვახსენე, და იმ რეგიონში არის ძალიან ბევრი ბავშვი, ვისაც სჭირდება ამ ცენტრის არსებობა და იმ სერვისების მიღება, რომელსაც ეს ცენტრი შესთავაზებს მათ. თუმცა არის ისეთი პერიოდი, როდესაც უბრალოდ ვერ პოულობ დონორს, ან ვთქვათ, აი როგორ შეგიძლია გავუმკლავდე ესეთ სირთულეებს? სამწუხაროდ ვერ ვუმკლავდებით, იმიტომ რომ სამწუხაროდ ბევრჯერ მოგვიწია, რომ უარი გვეთქვა ამა თუ იმ ორგანიზაციისთვის დახმარებაზე, ასე ვთქვათ, იმის გამო რო გინდა და ვერ აკეთებ. კი, ვთქვათ, ჩვენი თვალით რომ ხედავთ, რომ აი ძალიან დიდი საჭიროება არის და რომ ვერ ეხმარები, უძლური ხარ, ეს არის ყველაზე საშინელება და ყველაზე ცუდი მომენტი, რომ სხვაზე ხარ დამოკიდებული. თუმცა ღმერთს მადლობა იმისთვისაც, რისი გაკეთებაც შევძელით. თვლი თუ არა, რომ ეს საქმიანობა არის შენი მოწოდება? საინტერესო შეკითხვა მგონი. კი. როგორც თავიდან ვახსენე, საერთოდ იმ ფაკულტეტზე ჩაბარების მიზეზი, რაზეც ვისწავლე, იყო ის, რომ ყოველთვის მინდოდა ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რითაც მოსახლეობას დავეხმარებოდი, ვიღაცას დავეხმარებოდი. და ის თუ როგორ ვხვდები, რომ ეს ჩემი მოწოდებაა, არის ჩემი გრძნობები, ფიქრები და ჩემი სულიერი მდგომარეობა, როდესაც ვმუშაობ. არის ისეთი სამსახური, ვთქვათ, როდესაც ადამიანს არ უნდა ამის გაკეთება და ეს ყველაფერი მის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, მენტალურ, სულიერ მდგომარეობაზე საკმაოდ ცუდად ისახება. და ჩემს შემთხვევაში ეს ყველაფერი პირიქით არის, ანუ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შრომატევადი და დამღლელი საქმეა, საკმაოდ რთული საქმეა, ყველანაირად საპასუხისმგებლოც, მიუხედავად ამ ყველაფრისა, როდესაც დღის ბოლოს შენ მაინც სავსე ხარ გარკვეული ემოციებით. ეს სწორედ იმის მანიშნებელია, რომ შენი ადგილი იპოვე და რომ ეს ნამდვილად შენი მოწოდებაა, როცა ვთქვათ არიღლები და თუნდაც გქონია ისეთი მომენტებიც, რომ არ გქონია ხელფასი, მაგრამ ისე გვიმუშავია, იმიტომ რომ ხვდები, რომ საჭიროა რომ იმუშაო რა, ანუ არ არის ამ შემთხვევაში ხელფასი მნიშვნელოვანი. ან თუნდაც მქონია შესაძლებლობა, რომ სხვაგან მემუშავა უკეთეს ხელფასზე და რატომაც არა, ანუ ხელფასი ყველასთვის სამამმნიშვნელოვანია. მქონია ამის შემთხვევის შესაძლებლობა ბევრჯერ, თუმცა დავრჩი იქ, სადაც ვარ და მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილურია ეხლა ჩემი სამსახური, მაინც სიამაყით და დიდი, ასე ვთქვათ, სურვილით ვაგრძელებ აქ მუშაობას, სწორედ იმიტომ, რომ ეს არის ჩემი მოწოდება და არა, ანუ იმდენად მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის, ვთქვათ, შემოსავალი ან სხვა რამ, ვიდრე ის, რასაც ვაკეთებ და ის მონიჭებული გრძნობა, რასაც ეს საქმე მაძლევს. ამიტომაც აბსოლუტურად. მოკლედ რომ ვთქვათ,
ნამდვილად არის შენი მოწოდება. და ამ ყველაფერს აკეთებ სიხარულით, გულით და რა ვიცი, იცი რომ შედეგიც სახეზე იქნება. კი. და თვლი რომ ამით ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარები და განსაკუთრებით ბავშვებს. კი. აპირებ თუ არა მომავალში განვითარდე ამ სფეროში. აუცილებლად და აი იმედია როგორ აპირებ? იმედია მომეცემა ამის საშუალება პირველ რიგში. გაქვს რაიმე იდეები, გეგმები, ან ასე შემდეგ. როგორც წეგნ თქვით, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ არასტაბილური სფეროა, რადგანაც ბოლომდე სხვაზე ხარ დამოკიდებული, მიუხედავად ამისა, მაინც მინდა რა თქმა უნდა, რომ ამ სფეროში დავრჩე და ასევე განვითარდე, თუნდაც თქვათ, სხვადასხვა ტრენინგებზე დასწრებით. არა მარტო ტრენინგებზე დასწრებით, თქვათ, სხვა ადამიანების გამოცდილების მოსმენით, გაზიარებით, ასევე სხვადასხვა ახალი პროექტის წამოწყებით, პროექტის იდეის მოფიქრებით და ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებლად დავრჩები ამ სფეროში და განვითარდები. წარმატებები. ყველაზე მეტად რა გაძლევს შთაგონებას? ასე ვთქვათ, წინა კითხვებში თითქმის გავეცი ამ კითხვის პასუხი. ყველაზე დიდ შთაგონებას მაძლევს, აი ვთქვათ, როდესაც დავასრულებთ პროექტს, ცენტრი გაიხსნება და შემდეგ მივდივართ ამ ცენტრის მოსანახულებლად, ასე ვთქვათ. შედეგს როდესაც ხედავ ჭყალებში მონიტორინგზე და ვხედავ, რომ ერთ დროს დანგრეული შენობა ეხლა არის სავსე ბავშვებით, სავსე არის ხალხით, მადლიერი მშობლებით, ასევე ვთქვათ, გაუმჯობესებულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებით და აი ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ შთაგონებას მაძლევს და ძალიან კარგ, ასე ვთქვათ, შეგრძნებას. აი თითქოს რაღაცნაირად თან სიამაყით ივსებით, თან მადლიერებით, ხო, ღმერთის მადლიერებით, რომ ანუ შეძელი რომ ეს გაგეკეთებინა, რომ შემდეგ ამდენ ადამიანს ესარგებლა ამ ყველაფრით და ეს საკმაოდ, ასე ვთქვათ, დიდი შთაგონების მომცემია, როცა ხედავ შედეგს და ამდენ ბავშვს. და ვთქვათ, რომ შენს მიგიწვის წვლილი აი რაღაც საქმეში. თუნდაც ის პატარა წვლილიც საკმაოდ მნიშვნელოვანია და რომ ხედავ, რომ ვთქვათ, აქამდე თუ ბავშვი ვერ დადიოდა ამ ცენტრის შედეგად, თუნდაც რამდენიმე თვეში მან შეძლო სიარული, თუ აქამდე ვერ ლაპარაკობდა, ის ახლა ლაპარაკობს. ანუ ფაქტიურად ეს პროექტები და ეს მსახურება იმ თითოეული ბავშვის და მისი მშობლის ცხოვრებას ცვლის. იმიტომ რომ ერთ დროს ეს ბავშვი სრულიად მშობელზე იყო დამოკიდებული და ახლა რომ ხედავ რომ მას შეუძლია დამოუკიდებლად რაღაცების გაკეთება, თუნდაც ცხოვრება და რომ ხედავ რომ ამ ბავშვის თლიანი მომავალი ცხოვრება სრულიად შეიცვლება, იმართლა ძალიან ის არის მნიშვნელოვანი და რა ვიცი, ბევრჯერ ცნებლებითაც მევსება ხოლმე თვალები, როცა ვუყურებ შედეგებს. და ბოლო შეკითხვა. როგორ შეიძლება დაუკავშირო სოციალური მსახურება ქრისტიანულ ცხოვრებას? მე ვფიქრობ, რომ სოციალური მსახურება ქრისტიანული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, იმიტომ რომ რაიმე მაგალითიც რომ მოგყვება. აი, ჩვენი ყველაზე დიდი მაგალითი არის ქრისტე და მისი ქმედებები და მისი განვლილი ცხოვრება, რასაც ვკითხულობთ, რომ ყოველთვის, ასე ვთქვათ, ცხოვრებისგან დავიწყებულ ადამიანებს ეხმარებოდა, ახდენდა უამრავ სასწაულს, თუნდაც მათ განსაკურნად და სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენთვის ყველაზე დიდი მაგალითი, თუ კი ჩვენს თავს ქრისტიანებს ვუწოდებთ, მე ვფიქრობ. არ არის აუცილებელი, რომ თუნდაც ამ მიმართულებით მუშაობდე, ამ თქვათ, რაიმე დიდი ის კონდეს მხარდაჭერა, არამედ მე ვფიქრობ ყველა ადამიანს. ყოველდღიურ ცხოვრებაში თავისი ძალებითაც შეუძლია მცირე წვლილი შეიტანოს, თქვათ, გაჭირვებულთა ცხოვრებაში. ეს არის ყველაზე დიდი მაგალითი და ვფიქრობ, რომ რწმენა ეს მხოლოდ, თქვათ, გრძნობა ან ფიქრი არ არის, არამედ ეს არის ასევე მოქმედება. და სწორედ ეს უნდა იყოს ის მოქმედება, რაშიც გამოიხატება, ვთქვათ, რწმენა, ეს არის სოციალური მსახურება. როდესაც
პირველ რიგში ფიქრობ, რომ სხვა ადამიანის ცხოვრება როგორ შეცვალა უკეთესობისკენ და შემდეგ ამას ეს როგორ გადმოგვაქვს მოქმედებაში. ამიტომაც ასე ვთქვათ, შეიძლება მოწოდებასავით გამომივიდეს, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ თვითონ ადამიანს თუნდაც მცირე რესურსით ყოველთვის შეუძლია რაღაც პატარა წვლილი შეიტანოს ადამიანთა ცხოვრებაში, ვისაც ეს ესაჭიროება. გეთანხმებით. საინტერესო იყო ჩვენი პოდკასტი, ასე ვთქვათ, ჩემთვისაც. ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდი და იმედი მაქვს, რომ შემდეგში შევხვდებით ისევ ერთმანეთს. აუცილებლად. კარგით. მომავალ შეხვედრამდე. დროებით. სოციალური მსახურება მხოლოდ დახმარება არ არის. ეს არის ჩვენი რწმენის პრაქტიკაში გამოხატვა. ხშირად შეიძლება ერთი პატარა კეთილი საქმე უფრო დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე წარმოგვედგინა. მეგობრებო, სოციალური მსახურება არის გზა, რომლითაც ღვთის სიყვარული ხილული ხდება. ნუ დაელოდები დიდ შანსს, დაიწყე დღეს, სადაც ხარ და იმით, რაც გაქვს. გახსოვდეს, სიყვარული ეს არის ყველაზე ძლიერი სიტყვა, რომელსაც ვერავინ უპასუხებს გულგრილად. თუ გინდა დღესვე დაიწყო, სცადე ეს სამი მარტივი ნაბიჯი. აირჩიე ერთი ადამიანი ან ოჯახი, ვისაც შეგიძლია მცირე დახმარება გაუწიო. დაუკავშირდი ადამიანებს, რომლებიც ეხმარებიან სხვებს. გამოყავი თვეში ერთი დღე მთლიანად სოციალური მსახურებისთვის. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, დაალაიქეთ და გააზიარეთ ვიდეო. მომავალ შეხვედრამდე.